სასაცილოა გოგოებო, ანუ ხვალ სკოლაში მარტო ვიქნები? მერი ხვალ ვიდეოს გადაღება მაქვს, სკოლაში ვერ მოვალ. ხო, ჩვენც ვიდეოში გვიღებენ, ამიტომ ჩვენც ვერ მოვალთ. მადლობა დიანა, შეგეძლო ჩემი გადაღებაც ვიდეოში. მერი გითხარი, მაგრამ შენი ბრალია, შენ არ ისწავლე ცეკვა. ვარჯიშის ნაცვლად პაემანი აირჩიე. არა უშავს მერი, ხვალ შენთან ერთად ვივარჯიშებთ, მე და შენ ერთად. კარგი მერი, არ ინერვიულო, ხვალ სამაგიეროდ შეყვარებულთან ერთად გაატარებ დღეს. მადლობა დიანა, მე გადავწყვეტ როგორ გავატარებ მთელ დღეს. მერი! ჯანდაბა გოგოებო, მერი ნაწყენია. შენი ბრალი არ არის დიანა. მერი, იცოდე ექსცენები არ მოაწყო. საყვარელო. სმაილ, მე შენი საყვარელი არ ვარ. მომისმინე სმაილ, საკმარისია, მას დიანა ქვია. მასკო არ ჩაერიო, დიანა შეიძლება რაღაც გითხრა. დიანა, წავედით. გოგოებო, მიდით და დაგეწევით. კარგი სმაილ, ნახევარი წუთი გაქვს. ბიჭებო. გასაგები. მასკო, წავედით. მოკლედ დიანა, ხოლ დედა ჩემის დაბადების დღეა და შენ დაგპატიშა. სერიოზულად სმაილ, არ მოვალ. დიანა, გთხოვ. მოიცადე სმაილ, საერთოდ უთხარი დედაშენს რომ ჩვენ დავშორდით? არა, კარგი რა დიანა, ხო იცი დედაჩემს როგორ უყვარხარ. უბრალოდ მოდი და თავი მოვაჩვენოთ, რომ ისევ ერთად ვართ. გთხოვ. და მარკუს რა უნდა ვუთხრა, არ მოპატიებს. მომისმინე, მარკუსი შენი ღირსი სადაც არ არის, ამას მეგობრულად გეუბნები. სერიოზულად სმაილ და შენ ხარ? დიანა, წამოხვალ. მოვალ, მხოლოდ დედაშენის გამო სმაილ. ოჩახ სმაილ, მაგარი ხარ. როგორ მოგწონთ ჩემი ახალი თმა? ვაუ, ბლონდი ასეთი რატომ არის? იმიტომ რომ დღეს სკოლაში ქურდი გვაყოლება. მოიცადე, სკოლაში ქურდი ყავს? ვინ არის ქურდი? რომელიმე ბიჭი? გოგოებო, სულელები ხართ, მოусმინეთ ბლონდის და ყველაფერს გაიგებთ. ბიჭები რა შუაშია? ქურდი იქნება, ვინც ჩვენ გვაწუხებს. მე ამბოხები? ხო, უფრო დიანა. ხო, გოგოებო, ამიერიდან სუსტი აღარ ვიქნები, პირიქით. მაგრამ გოგოებო, სარისკოა, რატომ უნდა დავაბრალოთ? მომისმინე სოფი არ მესმის, დიანა გეცოდება? მაშინ მიდი და გაამხნევე უთხარი ბლონდის გეგმაზე. მომისმინე თუ რომელიმე თქვენგანი რამე სიტყვით, დაკარგავთ თქვენს ადგილს ბაყაყებში. ფუ, რას უნდა მოსიყენებთ? სპეციალურს ბაყაყებისთვის ალბათ. გადით საფირფარეშოდან გოგოებო. წავედით. ვირთხებო, თქვენც ცუდად დაამთავრებთ იცოდეთ. რა? რაც გაიგეთ. არა, სილამაზე ვარ უბრალოდ. ლეილა, ვერ გაიგე რა გვითხრეს? საერთოდ რა იგულისხმეს? ვერ გავიგე რა ამ პარტავანი გოგოა. იანა, თავი დაანებე, მალე მივუჩენ ადგილს. ხო, როდის? ხელებს რომ გამოგუშვერენ და გვეტყვიან ესენი სულელები არიანო? იანა, შეიძლება შენ იყო სულელი, მაგრამ მე ბირთხა ვარ. ამ სკოლის ჟურნალისტი და მასწავლებელი მაიკის მარჯვენა ხელი. მოიცადე ლეილა, რას ამბობ? შენ თქვი რომ თანატოლები ვიყავით. და ახლა რა მესმის, შენი ჩრდილი ვარ უბრალოდ? არა, ჩემი ჩრდილი არა, ჩემი კუდი ხარ. რა? დაწყნარდი, მე ვირთხა ვარ, შენც ვირთხა ხარ. კარგი, დამაყენე სარკესთან მეც. გოგოებო, დიანამ სმაილს უთხრა, რომ ნახევარი წუთი ჰქონდა და ახლა დიანა სად არის? რამდენი ხანია? 7 წუთი გავიდა. რაღაცა მეუბნება, რომ სმაილს დაუბრუნდება, არა მასკოტ? გოგოებო, მინდა რომ ყველა თქვენ კალათბურთელებს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ თქვენი ახალი შეყვარებულები არ მომწონს. დავბრუნდი, რას განიხილავთ? მე? დიანა, ასეთ კარგ ხასიათზე რატომ ხარ? სმაილმა ხომ არ გაგახალისა? დიანა, ჩვენ წესი გვაქვს, კალათბურთელებს არ ვესაუბრებით და არ გატეხო ეგ წესი. გოგოებო, ნუ ნერვიულობთ, სმაილს მარტო კი არ ველაპარაკებ. ხვალ მივდივარ დედამისის დაბადების დღეზე, მაგრამ სმაილის გამო არა, დედამისის გამო. ვა, მაგარია, გოგოებო, ხედავთ, დიანას განაიღეთ მაგალითი. დიანა, რას გულისხმობ დედამისის დაბადების დღეზე მიდიხარ? გაგიჟდი და მარკუს რას ეტყვი? დიანა, ცეცხლს ეთამაშები თქო. შენ თუ მარკუს დაშორდები, მაშინ ჩვენი წყვილებიც დაიშლება აუცილებლად, ჩვენზე იფიქრე. გოგოებო, გაგიჟდით? სმაილის დედის დაბადების დღეზე მივდივარ, სმაილისაზე კი არა. თან ხომ იცით როგორ ვუყვარვარ? არ შეიძლება რომ არ წავიდე, უბრალოდ მარკუს არაფერს არ ვეტყვი. გენიოსი ხარ. იცი რა დიანა, არასდროს არაფერი არ რჩება დამალული. დიანა, იქნებ სმაილი მოგწონს? გოგოებო, სულ გაგიჟდით, წავიდეთ, ახლა ვივარჯიშოთ. ძალიან კარგია, გოგოებო, მორჩა ვარჯიშის თქო. მისმინე დიანა, ადრე შენ თვითონ თქვი, სანამ რამეს გააკეთებ, უნდა დაფიქრდე. ვფიქრობ. დაბადების დღეზე წამოვა. დიანა წამოვა, ჩემთან ერთად წამოვა. სმაილ, უკვე დებილივით იქცევი.
ხო, გამაღიზიანებელი ხარ. მეგობრებო, არ გესმით, დიანა დედა ჩემის დაბადების დღეზე მოდის, დედა ჩემს ძალიან გაუხარდება და კარგი სადილი გვექნება ერთად. Smile, იქნებ მეც წამოვიდე გნობასთან ერთად და მე მერისთან ერთად. მეგობრებო, ბოდიში, მაგრამ იქ ზედმეტები იქნებით. კალთბურთელებო, აქ რას აკეთებთ? თქვენი ვარჯიში დამთავრებული უნდა იყოს. ხო, ახლა აქ მეამბოხები უნდა ვარჯიშობდნენ. ჩვენ უკვე მივდიოდით. გოგოებო, აქ რას აკეთებთ? ჩვენ ჩვენს დღიურს ვეძებთ. დღიურს ეძებენ დარბაზში? კარგი, მორჩა წავიდეთ. მიდი, კარი დაიჭირე. ბლონდი, ჩქარა, მეამბოხეები მოდიან. ხო, ჩქარა. კარგი, მორბი ვარ. მოკლედ, გოგოებო, დამიხმარეთ, რა ვაჩუქო სმაილის დედას? ყვავილები? გავაკეთეთ, იმედი მაქვს დაიჯერებს. ხო, ერთი სული მაქვს. გოგოებო, ყვავილები ნორმალურია და კიდევ რა ვაჩუქო? დიანა, შეხედე, ვიღაცას აქ ჩანთა დარჩა. რა? ჩანთა დარჩათ? ვაუ, ძალიან მომწონს. ეს რა არის, გოგოებო? საჩუქარია, კი არ დარჩათ. ამას შეხედეთ. დიანა, რა საჩუქარი გახსნილია? ესე იგი, ვიღაცამ უკვე გამოიყენა ეს ჩანთა. მგონია რომ რაღაც ხდება. დიანა, ეს შენთვის არის, ვიცი რამდენად გიყვარს ვარდისფერი ჩანთები. იმედი მაქვს მოგეწონა ეს საჩუქარი. გოგოებო, ეს მარკუსია. დიანა, საიდან მოიტანა რომ მარკუსია? არა წერია ზედ. კნოპა, ვარდისფერი შოკოლადი, მხოლოდ მარკუსი მაძლევს ვარდისფერ შოკოლადს. მადლობა უნდა გადავუხადო, ძალიან მომწონს, ძალიან მინდოდა თან. გოგოებო, ცარიელი არ არის. გოგოებო, ვივარჯიშოთ, ჩანთის დაყვანისცემაზე დროს მივხარჯავთ, მე ვეღარ ვივარჯიშებთ. კარგი, დიანა, ვარჯიში გვაქვს. გოგოებო, აქ ფული დევს. აი თურმე მარკუსი რას აკეთებს? შეხედეთ ამას. დიანა არ გვადარდებს. გოგოებო, იმის ნაცვლად რომ ჩემ გამო ბედნიერები იყოთ, უბრალოდ გშურთ. GAMARJVEBA გამარჯვება. ბანი მაგარია. გოგოებო, ახალი სლოგანი ვცადოთ. გამარჯვება. ბანი სუპერია. ბანი საუკეთესოა. ბანი აუცილებლად გაიმარჯვებს. ესე იგი, 3 ჰამბურგერი, 3 მოჰიტო და 2 ტირამისუ მართალია? პიცა, დღეს როგორი ლამაზი ხარ? Smile, დაწყნარდი. არა, მართლა ძალიან ლამაზი ხარ. აი ისი გაიგებს. Smile, დაწყნარდი, რა დაგემართა? უბრალოდ გახარებულია, რომ ხვალ დიანასთან ერთად საღამოს გაატარებს. და მე რა, ვცდილობ მაინც რომ ურთიერთობა უკან დავიბრუნო და თქვენ ორი რას აკეთებთ? რა ჩვენ რას ვაკეთებთ? ბოდიში, მაგრამ დედა ჩემის დაბადების დღე ხვალ არ არის. მეგობრებო, მე ჩვენებო თუ სკოლაში პლაგიარიზმი გვაქვს. მე რატომ ვიყურებ? და შე რატომ ვიყურებ ყოველთვის? წითელი მოცვია, წითელი გაცვია, შავი მოცვია, შავი გაცვია, მწვანე მოცვია, მწვანე გაცვია. ყველაფერში რატომ ბაძავ? დიმა, დაწყნარდი, რაც არ უნდა სცადოს, შენ მაინც საუკეთესო ხარ. რა თქმა უნდა, უფრო მაგარი ვარ. შენ კიდე ხვალ სხვა ფერისას ჩაიცვა. ვინმეს მიბაძვა რომ მინდოდეს ფეხბურთელს არ ვიმბაძავდი. მოიცა, თქვენ კიდე ჩხუბობთ, ამ კაფეში არ შეიძლება. გთხოვთ წესიერად ისაუბრეთ, ვინც ასე არ მოიქცევა, არ მოვემსახურებით. აი ეს ახლა მე დავაწყნარებ. გაჩუმდით და დახურეთ პირი. ხო, აქ იმისთვის არ მოვსულათ, რომ ეს მოგვესმინა. აი ეს პიცა, სად არის ჩვენი ტირამისუ? და მე ცეზარი შევუკვეთე. შეხედე, რა? გავიმარჯვებთ. გოგოებო, ძალიან კარგად ვივარჯიშეთ. ახლა მე წავალ და ამისთვის მარკუს მადლობას გადავუხდი. ხო, დიანა, ისე უცბად შეიცვალე სიძულვილიდან სიყვარულისკენ. იქნებ არ დათანხმდე. გოგოებო, დაწყნარდით, ძალიან ბევრი ფული დევს. შეგვიძლია სილამაზის სალონში წავიდეთ და მე გპატიჟებთ ყველას. მაშინ მეც წამოვა სილამაზის სალონში, თქმა უნდა შევიჭრა და თქვენ გადაიხადეთ. ყველას დაგპატიჟებთ. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. ლეილა, როულები დაარიგე, დღევანდელი გაკვეთილის თემა ესაა. ნასია, ძალიან მიხარია, იცი რამდენი ხანი მინდოდა ეს ჩანთა? დიანა, ხო, გავიგეთ, მაგრამ იცი რა არის უცნაური? მარკუსმა რომ ამ ჩანთაში ძალიან ბევრი ფული ჩადო. ნასია, უცნაური არ არის, იცის რამდენად მიყვარს სალონებში სიარული, კაფეებში და ახალი ტანსაც მისყიდვა. მეგობრებო, გომბეშოები სად არიან? გაგხდნენ. მასწავლებელო მაიკ, ბაყაყები გიჟები არიან, დღეს ვუყვირე. იქნებ მაგიტომაც არ მოვიდნენ გაკვეთილზე. კარგი, მალე გავარკვევთ. დღევანდელი გაკვეთილის თემა შურია. აბა ვინა ამ სადამაზე ილაპარაკოს?
მასწავლებელო მაიკ, ამ გაკვეთილისთვის არ მოემზადე, იმიტომ რომ მე შურიანი არ ვარ. მასწავლებელო მაიკ, მე ვიცი ყველაფერი შურზე. დღესაც ჩემს მეგობრებს ჩემი შეშურდათ. იცით რატომ? ჩემმა შეყვარებულმა ძალიან მაგარი საჩუქარი მაჩუქა. მეგობრებო, შური ძალიან ცუდი რაღაც არის. პატრიკ, რა იცი ამის შესახებ? მასწავლებელო მაიკ, მე არავისი არ მშურს. მე დღეს სმაილის შემშურდა. შენი ძმის როგორ უნდა შეგშურდეს, ჩემი მეგობრისაც არ მშურს. კოსტა, ნუ იტყვევი, ახალი მანქანა რო ვიყიდე შენ თვალებში შური დავინახე. დიმა, მოტოციკლეტი რო ვიყიდე შენ შეგშურდა. მასწავლებელო მაიკ, შეიძლება მე ვთქვა, მე მშურს. ვიცი რომ ცუდია, მაგრამ უნდა ვისაუბრო. პიცა, შენ ვისი გშურს? თავი დამანებე, შეიძლება მასწავლებელო. ხო, პიცა, რა თქმა უნდა, დაფასთან გამოდი და ყველაფერი მოგვიღევი. გეტყვით მასწავლებელო მაიკ, მე ვმუშაობ კაფეში, კარგად ვარ, მაგრამ მოსწავლეების მშურს, მე სანამ ვმუშაობ, ისინი ერთობიან. რა, ადრე სხვანაირად იძახდი. პიცა ყველა თავის საქმეს აკეთებს. შენ მუშაობ, სხვა ჩირლდერობს. ხო, ვიღაცა სტატიებს წერს და მასწავლებელი მაიკის მარჯვენა ხელია. ხო, ვიღაც კალათბურთელია და ყოველდღე ვარჯიშობს. და ვიღაცას ფეხბურთელი დიმას იშურს და ყოველდღე იგივე ტანსაც მას იცვამს. პიცა, შენ მუშაობ, ეს კარგია, ფულს შოულობ. დიახ, მაგრამ ზოგჯერ მინდა რომ სხვა მომემსახუროს და მე დავუტოვო ხურდა. კარგი პიცა, შეგიძლია დაждდე, დასვენებას დაგილაპარაკები. აბა კიდევ ის უნდა დაფაზე გამოსვლა. მე მინდა რაღაც ის მასწავლებელმა, თქვენს მიშურს, ჩემ მიშურს და მინდა რომ ამაზე დაელაპარაკოთ. ჩემ რომ მე უსურს შენი, აბა მეტი დეტალი მითხარ. მასწავლებელმა ვერ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ძმისშვილი ჩემი ანარეკლია, ისე მე მსგავსება. გოგოებო, გახსოვთ, ჩანთა დავკარგე შიგნით ბევრი ფული და ბაყაყების ბიუჯეტიდან. გასაგებია. კარგი, ახლა წავალთ და მოძებნით ამ ქურდს. წავედით. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. ხუდით ჩემნაირი, შარვალით ჩემნაირი, ფეხსაცმელებით ჩემნაირი. კარგი დიმა, გასაგებია. გომბეშოებო, რატო დააგვიანეთ, ნახევარი გაკვეთილი გავიდა. მასწავლებელო მაიკ, პრობლემა გვაქვს. ჩემი ჩანთა დაიკარგა. ფული იდო შიგნით. ბაყაყებო, ახლა კარგი გაკვეთილი გვაქვს და თქვენ გვაწუხებთ თქვენი ჩანთებით. მიაქციეთ თქვენს ნივთებს ყურადღება. მასწავლებელო მაიკ, განაგრძეთ. არა, გაკვეთილი აღარ იქნება. მასწავლებელო მაიკ, ყველას ჩანთის ნახვა გვინდა. მე-11 კლასში მოვძებნეთ უკვე. არავის არ აქვს ეს ჩანთა. კარგი, მეგობრებო, მიეცით უფლება რომ ნახონ თქვენი ჩანთები, მაგრამ არ ამგონია კლასში ქურდი მყავდეს. ახლავე შევამოწმებთ, გოგოებო, დავიწყეთ. ნასტია, რა სისულელეა, ვის რაში სჭირდება ბაყაყების ჩანთა? უცნაურები არიან. პატრიკ, გომბეშოებო, მართლა გონიათ რომ თქვენ ჩანთას ავიღებდი? დიახ, უნდა გავჩხრიკო. კოსტა, გახსენი ჩანთა. აი შეხედი, არაფერი არ მაქვს. პატრიკს არ აქვს. ტიმურსაც არ აქვს. ლეილა? არა, თუ თქვენი ჩანთა უფრო პატარაა ვიდრე ჩემი, გაჩხრიკეთ. გოგოებო, აი ისაც არ აქვს. გოგოებო, ხო ხედავთ, კლასში ქურდი არ მყავს. ნასტია, ხო, მიდით, ნახეთ, მე არასდროს მოვიპარავდი თქვენს ნივთს. დიანა, მასწავლებელო მაიკ, ეს რა სისულელეა, შენი მწვანე გომბეშოს ჩანთა მე არ მაქვს. მასწავლებელო მაიკ, დიანა არ მაძლევს თავის ჩანთას. დიანა, მიეცი შენი ჩანთა, რო შეამოწმო და აქედან გავიქნი. გამომართვი, ოღონდ ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვიქნები. კარგი, მეგობრებო, საკმარისია, ისედაც რამდენიმე წუთი დარჩა გაკვეთილის დასრულებამდე. დაცვასთან მიდით და უთხრით, რომ ჩანთა დაგეკარგათ. და დაკარგული უკვე ვიპოვე. რა? დიანა, ეს რა არის? ეს ჩანთა მარკუსმა არ გაჩუქა? ბლონდი, რა სისულელეა? ეს ჩანთა მე ჩემმა შეყვარებულმა მარკუსმა მაჩუქა. სერიოზულად, მარკუსმა გაჩუქა ჩემი ჩანთა? კარგი, ბლონდი, თუ ეს შენი ჩანთაა, მაშინ მითხარი, რა დევს შიგნით? გთხოვ, გისმენთ? ქერა, გეშლება, დიანა ჩანთას ვერ მოიპარავდა. აქ რაღაც გაუგებრობა. გაუგებრობა არა? კარგი, ყველა წინაშე ვიტყვი 50,000 ამ ჩანთაში. ბაყაყების ბიუჯეტი. რა? საიდან იცოდი რომ ამ ჩანთაში ამდენი ფული იდო? საიდან ვიცოდით? ჩვენ ჩავდეთ ეგ ფული, ჩვენი ჩანთაა. არა, და იქ წერილი იყო და შოკოლადი. ერთი წუთი. მარკუს, მელოდები, შეგიძლია ცოტა ხნით სკოლაში მოხვიდე, ძალიან გთხოვ. მოვიდეს შენი მარკუსი და მთელ სკოლას უთხრას, რომ თვითონ გაჩუქა ეს ჩანთა. ხო, მოვა. აბა დიანა, სად არის შენი მარკუსი? მოვა ბლონდი. ერთი წუთით, ბიჭებო, სად არის მარკუსი? ახლოვე მოვა. დიანა, რა მოხდა? მოკლედ, არ ვიცი, შარში ვარ, მარკუსი მოდის და ყველაფერს გავარკვევთ. მასწავლებელო მაიკ, დამიჯერეთ, არ მოვიპარავდი ამას, ეს საჩუქარია, საჩუქარი. ვერ ხვდები აქ რა ხდება. დიანამ ჩანთა მოიპარა. ღმერთო. დიანა, დახმარება გჭირდება? შოკში ვარ, ბაყაყები რამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. და რა მოხდა? დიანა დაადანაშაულეს მოპარვაში. ბიჭებო, ეს არ გეცნობათ? არა. მარკუსმა აჩუქა დიანას ეს ჩანთა. ჩვენ რატომ უნდა გვახსოვდეს მარკუსი დიანას რას ჩუქნის? მეგობრებო, გამატარით. დიანა, რა მოხდა? მარკუს, უთხარი ყველას, რომ ეს ჩანთა შენ მაჩუქე, იმიტომ რომ მაბრალებენ მის მოპარვას. აბა, მარკუს,
დაამტკიცე. მარკუს. იქნებ მარკუს არ მოუწია ჩანთა. აბა საიდან აიღებდა და აბა მარკუს აჩუქე დიანას? მარკუს. დიანა, ეს ჩანთა შენთვის არ მომიცია, არ ვიცი საიდან გაგ. ზუსტად ვიცოდი, დიანა ის არ არის, ვინც ჩვენ გვეგონა. ღმერთო ჩემო, მასთან მეგობრობდი, შეეძლო ჩემგანაც მოეპარა რაღაც. რა უცნაურია. არა, გამორიცხულია, სხვა რაღაც ხდება მართლა. მარკუს და წერილი ვარდისფერი შოკოლადი. დიანა, სკოლაში ამ წამს მოვედი. დიანა, ქერას ჩანთა დაუბრუნე. ამას შენგან არ მოვეოდი. აჰა, მთელმა სკოლამ გაიგო, რომ დიანა ქურდია, გირჩევთ რომ ჩაკეტოთ თქვენი რაღაცეები კარადებში. არა, ქურდი არ ვარ, უბრალოდ არ მომიპარავს ეს ჩანთა. სპორტ დარბაზში ვიპოვე და მეგონა მარკუსისგან იყო. მარკუს, მეგონა რომ შენ მაჩუქე მაპატიე. ხო, მაგარი მიზეზი აქვს. დიანა, შოკში ვართ. როგორ შეეძლო? ბავშვებო, ზუსტად ვიცი რომ ეს ვიღაცამ მომიწყო. ამას მთელი ცხოვრება არ გავაკეთებდი არასდროს. კარგი, გავარკვევთ აუცილებლად. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და გავარკვევთ რაღაცეები. კარგი, კარგად. გოგოებო, გაგიჟდით, დედამისის დაბადების დღეზე მივდივარ. კარგი, 1 წუთით დამოვიწყდა. დაბადების დღეზე მოიცადე? გენიოსი ხარ. მეგობრებო, თქვენ არ გესმით, დედაჩემს ძალიან გაუხარდება და საღამოს დიანას ერთად გავატარებ. ჯანდება გოგოებო, საჩუქარი 1 წუთით. G A M A R J B E